რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი დოკუმენტი რუსულ მხარეს, მაგრამ კომუნიკაცია მათი მხრიდან არ ყოფილა. დღევანდელ დისკუსიებზე კი მათ გადმოგცეს მემორანდუმის დოკუმენტი, რის შესასწავლადაც დრო გჭირდება. მეორე ნაბიჯია ჩვენი ხალხის გათავისუფლება. მოვითხოვთ ყველა პატიმრისა და გატაცებული ბავშვის დაბრუნებას. შევთანხმდით კონკრეტულ კატეგორიებზე, კერძოდ ყველაზე პრინციპზე, რაც სერიოზულად დაჭრილ სამხედროებსა და ახალგაზრდა ჯარისკაცებს შეეხებათ. გაცვლითი სამხედროების ცხედრებს 6,000-6,000-ზე. ეს ჩვენთვის ფუნდამენტურია. მესამე საკითხია ლიდერების შეხვედრა, რადგან გვჯერა, რომ ყველა საკვანძო საკითხი სწორედ ლიდერების დონეზე წყდება, მათ შორის განიხილება სხვა ლიდერების ჩართულობა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს შეხვედრა უკვე ამ თვის ბოლოს. დიდი ხანია მათ ვეუბნებით, რომ ომი უნდა დასრულდეს. ამაში კი მთელი მსოფლიო გვიჭერს მხარს. ჩვენ მოუწოდებთ მათ რეალური მუშაობისკენ. თუ რუსეთი სერიოზულადაა განწყობილი ომის დასრულებაში, მაშინ შესაბამისად იმოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საერთაშორისო სანქციები უნდა დაეკისროს. ჩვენ რამდენიმე საკითხი გადავწყვიტეთ. პირველ რიგში უკრაინულ მხარეს გადავცემთ 6,000 უკრაინელი ჯარისკაცისა და ოფიცრის გაყინულ ცხედარს. ყველა მათგანი ჩვენთან ინახებოდა. ვისი იდენტიფიცირებაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ჩავატარეთ დნმ-ის ტესტი. გავარკვიეთ მათი ვინაობა. მომდევნო კვირაში ამ ცხედრებს ორგანიზებულად გადავცემთ უკრაინულ მხარეს, რათა მათ შეძლონ მათი დაკრძალვა. თუ მათაც აქვთ რუსი სამხედროების ცხედრები, ჩვენც მივიღებთ. ჩვენ ასევე შევთანხმდით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს გაცვლაზე. ყველა მძიმე დაჭრილი, ყველა მძიმე დაავადებული იქნება გაცვლილი ფორმულით ყველას სანაცვლოდ. ეს ჩვენი მხრიდან არის ჰუმანიტარული ჟესტი. ფორმულით ყველას სანაცვლოდ გაცვლილნი იქნებიან 25 წლამდე ასაკის ჯარისკაცებიც. ჩვენ ასევე შევთანხმდით მუდმივი მოქმედი სამედიცინო კომისიის არსებობაზე, რომლის დასკვნის საფუძველზე მხარეები პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლოდინის გარეშე შეადგენენ მძიმე დაჭრილ მებრძოლთა სიას.